სახელი და მამისა და დასულსაც მინდისა ჩვენთან არს მერტი. ასთა იყოს. ერთმა დაგლოცოთ, ერთმა დაგახაროთ, ერთმა სულიწმიდის მაგალს და ეს არის ადამის და ევას სამოთხისდან კანდემის დღეს იხსენებს. ჩვენ დედა ეკლესია იწყება უკვე მარხვა და მარხვა სინანულისა და აღდგომა სიხარულისა გაუწონოს თითოეულ ადამიანს, კეთილმორწმუნე ადამიანს უფალმა. ერთმა დაგლოცოთ, ერთმა დაგახაროთ. მამა პავლემ საკმაოდ კარგად ისაუბრა. ერთი რამეა, აი ხშირად ამას ინადას მოუწოდებდი, რომ ხელისუფლებას და ეკლესიას ერთად გავაკეთებინა ის, რომ გადაგვედგა ის ნაბიჯი, რომ ერი გაერთიანებულიყო, ერი აღარ იყოს ასე დაყოფილი. ეს აუცილებელია თითოეული ჩვენთაგანისათვის. იმიტომ რომ სიტყვით ვაღიარებთ უფალს თითოეული ჩვენთაგანი, საქმით, საფრთხო საქმეებს ვეწევით თუ არა. საქმემა შენმა წარმოგაჩინოს შენ და არა იმას სიტყვამ, რომ იძახო რომ ქრისტიანი ვარ, ესა ვარ რა. რასაც გააკეთებ, სადაც იყოს გული შენი, იქ იქნება სამუჯე შენი, ხო? თუ იქნება ეშმაკთან, ეშმაკი იქნება შენი ღმერთი. თუ იქნება ღმერთთან, და ღმერთმა შეაძლევინოს ეს კაცობრიობას, ხო? მაშინ ჩვენი ღმერთი, ჭეშმარიტი ღმერთი იქნება. ძალიან მარტივად, ხო? გამაუმაც ახსნა ეხლა. ძალიან მარტივია შევხედოთ როგორ ცხოვრობთ, ხო? ყოველდღიური ცხოვრებით როგორ ცხოვრობთ. რასაც გვინდა ვაკეთებთ თუ არა, ჩვენ თავს ვერძით თუ არა იმაში, რომ რაღაც ცუდი არ გავაკეთოთ, აი ცუდის გაკეთება რომ მოგინდება, ვაძალებთ თუ არა ჩვენ თავს, რომ მასე არ მოიქცეთ. ღვთისმსახურება რა არის, კეთილმორწმუნეობა რა არის? აკეთო ის, რაც ღმერთისთვის სათნოა და რა არის ღმერთისთვის სათნო, თვითონ გვეუბნება, ხო? აი დღეს მაგალითად სახარება იწყება ისე, რომ უფალი თვითონ გვასწავლის, თვითონ გვეუბნება, რომ მიუტევეთო თქვენო შეწოდებანიო მათო, ვინც შესოდაო თქვენს მიმართო. რათა ღმერთმა მამამონ თქვენმან მოგიტევოს თქვენო, ხო? ამაზე ადვილად რა უნდა წარმოთქვას, მაგრამ ძალიან ძნელია მიტევება. ხშირად მესმის ხოლმე, რომ როგორ უნდა მიუტევოთ, ეს გააკეთეს, ის გააკეთეს. ადამიანისთვის მართლაც შეუძლებელია მიტევება. ადამიანისთვის შეუძლებელი არ ნიშნავს ის, რომ ღმერთისთვის შეუძლებელია. ვინც ქრისტიანია, ხო? შეესწება, რომ თავის ქვენაგზნობებს კი არ აქვს, თავის შურის ზიებაზე კი არ იფიქროს. ანუ ეშმაკს კი არ გადააბაროს თავის ნება, არამედ იფიქროს იმაზე, თუ რა არის ღმერთისთვის საქმე. თუ რა უნდა ღმერთს. შენ თუ პატიება არ შეგიძლია, თავისუფლად გაწირავ ყველას და ყველაფერს. რას გვეუბნება უფალი? ხო? უფალი გვეუბნება იმას, რომ არ არის იმას დიდი რა, მეგობრობა და ყველაფერი არის ის, რომ სული შენი დასდო მოყვასთათვის. თუ არ გიყვარს, როგორ დადებ, ხო? როგორ უნდა მივიტევო რა, იტყვიან, ხო და? მართლა ძნელია რა, ბევრს ისეთი რამე გაუკეთეს, ხო? ძნელია რა, როცა ფიქრობ ადამიანს, როცა ფიქრობ, ძნელია და ალბათ რომ მოისმენენ ჩემს იმას, ვინც მოისმენს, კიდე დაიწყებენ. რომ ეს როგორო ჩვენ ხო კაცობრიობამ ჩვენი ცოდვებით, ხო, ღმერთი მოვკალით. თითოეულმა ჩვენთაგანმა, ხო? ცოდას რო ჩავდივართ, ხო, ღმერთს ვკლავთ. თუნდაც იმითითაც ხო ვკლავთ, გვეუბნება რომ მიუტევე. რომ შენ მოგეტევოს რა, გვასწავლეს. და არ ვაკეთებთ მაგას, ვინ ვართ ჩვენ? ვართ ქრისტიანები? გვეკუთვნის ქრისტიანად წოდება? ადამიანი რომ მოინათლები, ხო? ნათლს რომ მიღებ ქრისტეს სახელით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მართლაც არის რომ ჭეშმარიტად ადამიანი, ხო, თუნდაც აი ვინც შესოდავს, აიქცევა, ხო, წამოდგომას ცდილობს. თუ თვითონ არ შეუძლია ღმერთი დაეხმარება. არიან ადამიანები, რომ წავლენ და რაღაც რიტუალისავით არის ნათლობა, ხო?
რიტუალისავით არ უნდა გავხავთ არც ერთმა ჩვენთაგანმა. ყველა უნდა შევეცადოთ, რომ ერთად ვიყოთ და ერთობა გქონდეს. დღევანდელ ცხოვრებაში აუცილებელია, რომ ადამიანმა თავის თავში პატარა კაცობიდან ღვთისმშობლობა უნდა, ღვთისმეგობრობა უნდა მიაღწიოს და მიტევება შევძლოთ. შენ მიუტევე, ღმერთმა ხომ მოგვიტევა, ჩვენ მერე როგორ ცხოვრობთ და რას ვაკეთებთ, ის სხვა საკითხია და ღმერთი შესაბამისად მოგვეცემა, მაგრამ მან ხომ ჩვენი ცოდვებისთვის დადო თავი, სისხლი დავარა ხო თითოეული ჩვენთაგანის ცოდვები გამოისყიდა მაგით, ხო? სანაცვლოდ რას ვაკეთებთ ჩვენ? ვართ ქრისტესნი? თუ ჩვენი თავისები ვართ რა, ჩვენი თავისთვის გვინდა რაღაცა. აი თქვა ჩვენი თავი არ გვაინტერესა, ახალგაზრდა თაობაა, ხო? რამდენი ჩვენს მერე თაობა მოდის. იმათ რა დააშავეს, რომ წესიერი ცხოვრება არ გქონდეთ, ხო? ვიღაცები ერთმანეთში ცუდად არიან, ვიღაცაც ცუდად იქცეოდა, ხო? ვიღაცაც ცუდად მომექცა, იმის გამო მომავალ თაობასა არ უნდა გქონდეს წესიერი ცხოვრების საშუალება. დღევანდელ არეულ მსოფლიოში, ხო? ჩვენ ვერც დამოუკიდებლები ვერ ვიქნებით და სუვერენობას რო ვიძახით და თავისუფლებას ვერასდროს ვერ ვიქნებით, რა თუ არ განთავისუფლდით ცოდვისაგან. ძალიან დიდი ცოდვაა, როცა ადამიანი არ ფიქრობს იმას, თუ რა ცუდია, როდესაც მიმტევება არ შეგიძლია. მართლაც რთულია, მაგრამ ვიცოდეთ ვისი ვარ და ღმერთის ვარ და ღმერთმა ხომ მოგვიტევა. არ მოგვიტევა? მოგვატყუა? ხო მოგვიტევა, ხო? ამიტომ ჩვენც ვისწავლოთ და იმათე მერე ისინი ხო თვითონ აგებენ პასუხს იმაზე. ჩემი ცხოვრების მანძილზე რამდენჯერ ყოფილა რა შემთხვევა რა არ დაუპირებიათ ხო ჩემთვის რა ვთქვა რა მარტივად რო ვთქვა. ცოტა ხნის წინას და ზოგ დიდი ხნის წინას. ყველასთვის ხელით ჩავმერთვია გამარჯობა მithქვამს რა. ამიტომ რაღაც უნდა გადავლახოთ ეს, უნდა გადავლახოთ. რთულია მართლაც რთულია ბევრს ესეთი რამე გაუგეცა, ღმერთისა ვართ რა, ქრისტესთან ვართ. ქრისტესთვის რთული არ არის. ღმერთი სიყვარულია და სადაც სიყვარულია, შენ სხვას ხედავ. ქრისტიანი ხედავს სხვას, შენ თავს კი არ უყურებ. მაშინ ხარ ქრისტიანი, როცა სხვას ხედავ და სხვის სიხარულისთვის ცხოვრობ. ამიტომ ხშირად არის ხოლმე რა, როცა ვამბობ და კიდევ ვიმეორებ რა. ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ ეკლესიასთან ერთად უნდა გადადგას ნაბიჯი, რომ ერი შერიგდეს. თუ ეს არ გაკეთდა, ყველა თავისას მიიღებს რა, იმიტომ რომ ეს მოგროვდება, ხო? ეს მოგროვდება. უფალი მერე უყურებს ხოლმე და შესაბამისად მიაგებს ყველაფერს, უფალს ვერ მოატყუებს ვერავინ, ვერც ეკლესიის წევრი და ვერც არაეკლესიის წევრი. ამიტომ აუცილებელია რომ რაღაც ნაბიჯი გადავდგათ. ეკლესიასთან რატომ არის ისეთ საჭირო? იმიტომ რომ სადაც ორია და სამიო ჩემი შეკრებილი, ხო? ჩვენ ხო პოლიტიკისთვის არ ვარის, სკამებისთვის არ ვიყოთ რა. ნებისმიერი სკამის დამთხმობი ვარ, ჩემი ერი იყოს კარგად რა, ღვთის გამო და ჩემი ერის გამო. თუ არა მაგალითებით ვნახოთ რა, ვირას აკეთებს, ვისა რა, ზოგი იმისთვის ცხოვრობს, რომ სკამი შეინარჩუნოს ბოლომდე. ღმერთთან რომ მივდივართ, არავინ არ წარდგებით არც ეპისკოპოსებად, არც პრეზიდენტებად, არც პრემიერებად, არც იმპერატორებად, არც ხელმწიფეებად, ხო? ამიტომ დავფიქრდეთ ყველა რა, დავფიქრდეთ ყველა. ვინმეს თუ რამე ძალაუფლება აქვს, მე ვიქნები თუ სხვა უფლისგან აქვს, უფლის გარეშე არაფერი არ ხდება და დავინახოთ უფალი რა, დავინახოთ ის უფალი, რომელიც თვითონ სიყვარულია, რომელსაც ყოველ წამს კლავთ და ყოველ წამს ყვატიობს. და შევეცადოთ, რომ ქართველებმა ერთმანეთს ხელი გაუწოდოთ. აი რამდენი წელია ხო საბჭოთა კავშირი ვითომ გამოვედით და გონებით ხო რუსებად დარჩნენ. გონებით მონღოლებად დარჩნენ რა. იმიტომ რომ წინასევზის ყოველთვის რა არის ეხლა რუსობას რას ვიძახი მე ერთს არ ვეხედი. მართლობის ფორმას ვიძახი რა. წინა ხელისუფლება მის წინა უნდა მოსყოს. მერე შემდეგმა ის და ასევე ხდება ყველგან რა.
იქ ეკლესიაში თვის ყველგან მას ეახოდნენ რა. ამიტომ უნდა დავინახოთ ჩვენთან, უნდა დავინახოთ. მარხვა არ ნიშნავს იმას, რომ გამოვიდეთ და შერატოჭა იმას, შენ დაიმარხე უფლისწინებები დაიმარხე, რას თავარია რა, დაიმარხე და მაშინ იქნები იმის ღირსი, რომ ქრისტიანად იწოდე. თორე ხა რაღაცას თუ არ შეჭამდა ერთი ქართველი მეორე ქართველის, ერთი მოქალაქე მეორე მოქალაქის ხორცს და იმას თუ დაიწყებს, ხო? რითი რა გავაკეთოთ? ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, აი მე ყველას მოუწოდებ და ეკლესიასაც, მთავრობასაც. ვფიქრობთ იმაზე, რომ ერთად ვიცხოვრობ და რაღაცის დაძაბულობა არ კონდეს თუ იმას ვფიქრობთ, რომ რაღაც ესეთი კანონები მივიღოთ, რომ ვიღაცები რაღაც მომენტში გავაჩეროთ ხოლმე და ღმერთს რა უნდა იმაზე ვიფიქროთ. ღმერთს რა უნდა. იმიტომ რომ ღმერთი სიყვარულია, სიყვარულზე დიდი არაფერი არ არის რა. არც იურისტობა, არც ეკონომისტობა და არაფერი არ არის რა. არც ცოდნა არაფერი არ არის, თუ ღვთაებრივი სიბრძნე არ არის მასში. ამიტომ შევხედოთ როგორ ცხოვრობ და მე ვფიქრობ რა, სოხალის დაუბრუნდი უცხოეთი და რა რაღაცა. გასული ვიყავი და სხვანაირად ხედავ ხოლმე ჩვენს ქვეყანას იქიდან. თან ემიგრანტების თვალით სხვანაირად ხედავ და ისე ვიცხოვროთ, რომ მართლა მოუნდეს ხალხს დაბრუნება. ყველას მოუწოდებ რა, ეხლა უბრალოდ როცა ეკლესიაში ვარ და როცა ხელისუფლებაში ვარ, ხო? აქაც მართლობაში ვარ და იქ მეტი მოგვეთხოვება რა, ვიდრე სხვებს. სხვებსაც ბევრი მოეთხოვება ქრისტიანი რო ქვია, არავისზე ნაკლებად არ მოგეთხოვება თუ კარგი ქრისტიანი ხარ ადამიანი. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ, ღმერთმა სულისმედის მართა აგავსოთ. ჩემი ქვეყნის სიყვარული პირველ რიგში ღვთის სიყვარული და ის მელაპარაკებს თორე ხა. სულ არ მაინტერესებს ასეთყვიან ჩემზე რა, ვინც არ უნდა იყოს, რომელმა ადამიანმაც არ უნდა თქვას, ხო? არ მაინტერესებს. თავარი არც თქვენ არ უნდა გაიგეთ, თავარი აი ღმერთმა, ხო? ღმერთი რა სიტყვის თითოეულ ჩვენთაგანზე. ჩვენ ერთმანეთს არ ვაფასებთ რა, ღმერთი აფასებს. თუ რა შეხედეთ რა, ჩვენთვის დიდი მეფეები არიან, ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე. არჩილ ლუარსაბი, ხო? ავიღოთ ქეთევან დედოფალი წამებული რა, ჩვენ ქართველები როგორ ვართ, რომ ზოგადად კაცობრიობისთვისაც ვიბრძით ხოლმე. სხვებს ხო მაგათ დავიღოთ რა, სხვებს თქვა შაჰ-აბასი, აღა მაჰმად-ხანი, ჯალალედინი და მასთი ისინი, ხო? ისინი იმით ამაყობენ, ჩვენ ხო? ჩვენი ღმერთით ვამაყობთ და ჩვენი მეფეებით, რომლებიც ქრისტიანობას გვიქადაგებდნენ, მირიან და ნანა, ხო? ამიტომ შევხედოთ და დავაკვირდეთ ამას. და ნუ დაგვავიწყდება, რომ 100,000 მოწამისერი ვართ. ნუ დაგვავიწყდება, რომ 6,000 ბერისერი ვართ რა, წმინდანის. რომლებიც ხო? შაჰ-აბასმა ამოწყვიტა აღდგომის დღეს და ღირსეულად შეხვდნენ, ეზიარენ და ღირსეულად შეხვდნენ. ჩვენის ხალხი ვართ. არავისთან დათმობები არ ვართ, ქართველები რა, არც შიგნით, არც გარეთ. ღმერთმა გააძლიეროს ჩვენი საქართველოს რწმენაში, ურთიერთსიყვარული ქონდეს რა, არ შეიძლება ასე დაყოფილი საზოგადოება, ეს არის ბოროტება რა და ვინც იმაზე ფიქრობს, რომ ამ ბოროტებას მისდევდეს, სადაც არ უნდა იყოს, ხო? ბოროტს ემსახურება და ვინც იმაზე იფიქრებს და შეესწება და ნაბის გადადგავს იმისკენ როგორღაც, ხო? რა გვაქვს ისეთი, რომ ბოლო-ბოლო საქართველოს თუ მაინც გვიყვარს, კაი, ღმერთი არ წამს, არ წამს. საქართველოს თუ გიყვარს, შვილები თუ გიყვარს, იმ შვილებმაც რა დააშავეს, რა დავეხმაროთ ერთმანეთს, რომ წესიერად ვიცხოვროთ. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ. ადამიანები ვიყოთ. უფალმა ადამიანი რომ შექმნა, იმისთვის შექმნა, რომ გვირგვინი იყო რა, ეს სამყარო შექმნის გვირგვინი იყო. და გამختارიყავით მართლა ის, ვისაც უფალმა მოგავლინა. ქართველებს სხვებზე მეტად მოგვეთხოვება ეს. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ. მარხვა სინანულისა და დგომა სიხარულისა ხუთენოს თითოეულ ქართველს. ერთმანეთის ტკივილი ვტკიოდეს, ერთმანეთის ტკივილი და ერთმანეთის სიხარული ვიხაროდეს. თუ ვართ ადამიანები, თუ არა ყველა თავისას მიიღებს, ეხლას და მერმე საუკუნეშიც. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ.
უფალი მეფობს და არა მეფენი ეს დავიმასწროთ და ძალიან ცოტაა ხოლმე მეფე, რომელიც მეფობს, მეფეც მეფობს. ცოტა ყოლია ქართველებს მასეთი. აიხარ. ჩვენს პატრიარქს, ჩვენს დედა ეკლესიის თითოეულ შვილს, სინოდის წევრებს და ყველას, ხო? ასევე ჩვენს თვითგახურ ჩვენებს, ხო? ყველას მოგილოცავთ, მართვა იწყება და ნარქვა სინამდვილისა და აღდგომა სიხარულისა გააგრძელოს უფალმა. ეკლესია არასდროს არ მიგატოვებთ ხარ სიცოცხლეთ. იმიტომ რომ ღმერთი არ მიგატოვებთ, ჩვენი ვაღია, ჩვენთან ერთად